არა, არავითარ შემთხვევაში არა ვართ ჩვენ რუსული ოცნებაო, რა ვაგვაკადრებთ ამასო, როგორ გვაკადრებთო, ჩვენო სუვერენული დემოკრატიის მომხრეები ვართ, ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთო და თუ რუსეთს ახლა ველოლიავებით, ვეთანამშრომლებით არა, ველოლიავებით, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ინტერესია რუსეთთან ასეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეგ მან არ გაგიჯდეს რუსეთი და თავს არ დაგვესხას, რომ ითქვის რომელიმე ქართული რუსული ოცნების ბანდის წარმომადგენელი, კობახიძე, პაპუაშვილი, ბევრი არიან, ბევრიც არ არიან საბოლოო ჯამში, მაგრამ ვინც არიან, რამდენიც არიან, ნებისმიერი მათგანს მოუტრიალდება ენა. მეორე მხრივ, ამ მათ რო არ უნდა დაუჯერო, ეს გასაგებია, მაგრამ არ გვჯერა ჩვენი დიდი ბაბლის, აი საქართველოსთვის ვინც არის, იმ ადამიანებს არ სჯერათ მათი. მაგრამ საკუთარივე პროპაგანდისტური მანქანების გამოყენებით და ეს პროპაგანდისტური მანქანები პრინციპში ყველა მიცის. იმ ფსევდო ექსპერტების გამოყენებით, რომლებიც მასთან არიან ქართულ რუსულ ოცნებასთან. იმ ჟურნალისტებად წოდებული კონფორმისტების გამოყენებით, რომლებიც არიან ქართულ ოცნებასთან. საზოგადოებრივი მაუწყებელიდან დაწყებული, დამთავრებული თუ გაგრძელებული ნებისმიერი მათი არხით. ასევე ონლაინ მედიები რო არის შექმნილი, ხო? რომლებიც ძირითადად სიძულვილს აფრქვევენ. ასევე ტროლბოტების გამოყენებით, ტროლების ბოტების გამოყენებით და ასე შემდეგ და მეტნაკლებად ცნობილი გვარსახელების პირების გამოყენებით. ესეთების ბევრი ყავთ 3000 ლარიანი ექსპერტებად წოდებულები, ხო, რომლებიც სხვადასხვა ნაწილი მათგანი საკმაოდ ოსტატურად არის შეფუთული. ბევრ სწორს ამბობს, მაგრამ ისე ჩააწვეთებენ ხოლმე ქართული ოცნებისთვის სასარგებლო მესიჯს, რომ აი გამოგეპარება კაცს. მოკლედ, ამათი გამოყენებით, ამათზე დაყრდნობით ქართული ოცნება მოდი ვიყოთ გულახდილნი 100,000, 200,000, 300,000, შესაძლოა 400,000 ამომრჩეველზეც კი ახდენს გავლენას. და ურეცხავს 400,000 ამომრჩეველს ტვინს, მე მართლა ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ დღემდე, ამტკიცებენ, რომ ქართული ოცნება პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე და სხვები რომ არ ყოფილიყვნენ, ხო, ომი დაიწყებოდა საქართველოში. უმტკიცე რამდენიც გინდა, მარტივი, რთული თანწყობილი, რთული ქვეწყობილი წინააღმდეგები, ჩამჭრელი კითხვები დაუსვი, რიტორიკული კითხვები დაუსვი, ნებისმიერი არგუმენტი რომ დაახვედრო მათ, ისინი მაინც ამტკიცებენ ჭყალებში, გვეუბნებიან, რომ ომი გარდაულად დაიწყებოდა, იმიტომ რომ რაღაც deep state თუ გლობალური ომის პარტია ჩვენს ჩართვას, არავის ჩართვას და ჩვენს ჩართვას კი ცდილობდა, იმიტომ რომ და ზოგიერთისგან მომისმენია, რომ აი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანაა და ამიტომ უნდათ რომ საქართველთა სისხლი დაიყვაროს. მე ისტორიულ წიაღწევში მიდიხარ 1801 წელი, 1783, 1921, რას არ იხსენებ 2008 მიშას ბრალია და 1801 წელი ვისი ბრალია, აი ეს არც იყო ოკუპაცია შეიძლება გითხრა და საერთოდ რუსეთმა გადაარჩინა. მოკლედ, ასეა ეს და სამწუხარო რეალობაა. მე არ მინდა ეხა მკვეთრი და მკაცრი ვიყო და ნაცრისფერი მასა უწოდო ამ 300-400,000 რა უფლება მაქვს, ხო? ქართველი ერის კრიტიკის უფლება. ქართველი ერის ისტორიის განმავლობაში ჰქონდა ამდენიმე ადამიანს, აი ბოლო მათგანი 1907 წელს მოკლეს, ჩემი აზრით, 1907 წლის შემდეგ ქართველი ერისთვის შეტევის უფლება შეიძლება არც არავის ჰქონია. აი კვირის გაყვრისა კი ალბათ ბევრს. და თან ახლა ეს 400,000 ხო ქართველი ერი არ არის, ქართველი ერი არის ყველა. ხო 400,000-იც და დანარჩენი 3,100,000-იც თუ ვართ ამდენი საბოლოო ჯამში. მოკლედ უმრავლესობას უმცირესობას ქართველი ერია. ახლა ამათი ქართული რუსული ოცნების ფიცისაც არ გვწამს, მაგრამ შესაბამისად ბოლოს არ გვაკვირვებს, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი, ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, რომ ისინი პროქართული ძალა არიან. და ბოლო კი არის აი მაგალითად დღევანდელი დღე. ახლა არის 14 საათი და 51 წუთი. ანუ 3 სრულდება, დღის 3 საათი. მე საგანგებოდ 5 წუთის წინ გადავათვალიერე ქართული ოცნების, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ცალკეული უწყებების, სოციალური მედიის გვერდები. ცალკეული უწყებების სოფლის მეურნეობის სამინისტროს გვერდზე გულახდილად გეტყვით არ შემიჭრიტავს, მაგრამ აი მთავრობა, ქართული ოცნება, საგარეო საქმეთა უწყება, თავდაცვის უწყება
ირაკლი კობახიძე უშუალოდ, შალვა პაპუაშვილი უშუალოდ და ასე შემდეგ შევიწყიტე მათ გვერდებში და მქონდა ბჟუტავი, მეც კაი ხვითო ვარ. ბჟუტავი იმედი, რომ რომელიმე მათგანს წასცდებოდა ესეთი ზოგადი სიტყვა. უკრაინელ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. ამის გამო რუსეთი ცხინვალიდან ტანკებს დაძრავს, ეს რომ თქვა, რომელიმე მათგანმა. უკრაინელ ხალხს ვიმეორებ და არა უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის მთავრობას, უკრაინის თავდაცვის ძალებს, უკრაინის მეომრებს, ასე შემდეგ და ტარას შევჩენკოს კი არ ულოცავთ, თუ მაინც და მაინც, ან ბანდერას კი არ ულოცავთ, თუ მაინც და მაინც. არა, ტარას შევჩენკოს და ბანდერას გარდაცვლილები არიან. ზელენსკის კი არ ულოცავთ, ან პოროშენკოს. იანუკოვიჩს მიულოცეთ, თუნდაც იანუკოვიჩსაც კი ისრამისალოსია, მაგრამ მაინც არა, არც მათ. უკრაინელ ხალხს ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, с днём незалежности უკრაინი. ეს წინადადება ხომ შეიძლებოდა დაეწერათ და დროშუკა ჩაეხატათ ორფერად დროშუკა უკრაინისა, მაგრამ ვერ ამოთქვეს. უშუალოდ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა, ბევრი თქვენგანი მეტყვის და რასაკვირველია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაა, თუმცა მაღალი ალბათობით კი არა, საკმაოდ დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ საგარეო უწყებაში მაგალითად, თავდაცვის უწყებაში მაგალითად, კანცელარ თავრობის ადმინისტრაციაში არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა იქაც, აი, ცალკეული 11 ხარისხოვანი პირები არიან, რომლებიც გულში მაინც ფიქრობენ, რომ რა გახდა, რა პრობლემაა საბოლოო ჯამში. ეხლა ესენი რომ რუსები არიან და ბელარუსის ლიდერი ხო არ შეიძლება რომ მოგწონდეს ბატიკა ლუკაშენკო. მაგრამ ბატიკა ლუკაშენკოც კი, რომელიც ბელარუსის დიდი პატრიოტია, აი მართლა უყვარს, თავისებურად უყვარს ეს ბელარუსი და გქონია რომ ასეთი უნდა იყოს, ისეთი უნდა იყოს ბელარუსი, როგორ ქვეყანასაც ქმნის, ჭაკეტილი, მხოლოდ მეცხოველეობარძის პროდუქტებზე ორიენტირებული, გარესამყაროსაგან მოწყვეტილი, ყველასთან ქიცქმად სურობით დაკავებული და ასე შემდეგ, მაგრამ ის არის აი ესეთი მუჟიკი ტიპი. ბატიკა ლუკაშენკომაც კი და მე დავსკრინე შეგრებულად და ახლა ჩავიკითხავ ზუსტად რომ არ შემეშალოს, ხო? ბატიკა ლუკაშენკომაც კი მიულოცა, სად არის ჩემი ეს ფოტოები? აი ტაბულას ლინკია, ვუსურვებ უკრაინას, ბოდიში ვუსურვებ, თქოთ ვ დაურთეთ ხოლმე, უსურვებ არა, უსურვებ სხვა პირია და ვს როცა დაურთოთ პირველი პირის ნიშანია, ხო? ვუსურვებ უკრაინას კიდე გამექცა, მშვიდობიან ცას და ნამდვილ დამოუკიდებელ განვითარებას. ქართლში ეს აქვს გამოტანილი ტაბულას, ხოლო ტექსტი ამგვარია. გვაქვს განწყობა, კარგად არ დავისკინავს, გვაქვს განწყობა ურთიერთმონგვებიანი თანამშრომლობისა და ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან და ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგს. წერია ბელარუსის პრეზიდენტის მილოსვაში. მინსკში ხო არ შეგრიალდებიან, შეჯლიგინდებიან რუსული ტანკები. ემანდ, მე მინდა ვკითხო, ავიცი, ირაკლი კობახიძესთან, დიმიტრი სამხარაძესთან, ირაკლი ზარქუას ადამიანებს და სხვებს რასაკვირველია, რომლებიც გვაბოლებენ, რომ თუ ჩვენ ერთ სიტყვას მაინც ვიტყვით 24 აგვისტოს და არა სხვა დღეებში, თუნდაც 24 აგვისტოს, ამის შედეგად ამას ესე ღიად არ გვეუბნებიან, მაგრამ რას გვეუბნებიან, როგორ გვპასუხობენ, რატომ ვერ ამოღერღეს, სხვა აზნას ვერ ვიხმარ, სამ სიტყვიანი მილოცვა უკრაინელი ხალხისათვის. ეს უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო კი ამასობაში გამარჯვების გზაზეა. აქ მე მხოლოდ იმ ამბებს არ გავიხსენებ და იმ ამბებზე არ გიამბობთ, რა ამბებიც ხდება ბოლო კარგახანია, მაგრამ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე. ტაქტიკურ გამარჯვებაზეც ვლაპარაკობ ერთის მხრივ, მაგრამ სტრატეგიულ გამარჯვებაზე ვლაპარაკობ უფრო. ტაქტიკური გამარჯვების ერთი ქვენაწილია, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ვიმეორებ, კრიტიკული ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად იბომბება უკრაინის მხრიდან და ეს არის სასაკვირველია იარაღის საწყობები, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გარკვეული სხვა ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ ისე იბომბება, ეგრა მაგის პასუხია, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე რუსეთში ბენზინის საწვავის დეფიციტიც კი არის. ფასები ზემოთ იწევს და რიგები უზარბაზარია. უხეშად რო ვილაპარაკოთ, დაახლოებით რო წარმოიდგინოთ რიგები, არის
რომელი ლოკაცია დავასახელო, ხო, მაგალითად ყაზბეგის გამზირიდან ვიდრე ორთაჭალამდე ზოგიერთი რიგი, იმიტომ რომ საწვავი არ არის და ფასი მატულობს და უკმაყოფილებად საზოგადოებისა რუსეთში კვლავ ვიმეორებ მატულობს იმის გამო, რომ ვერ უზრუნველყოფს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება ცალკეული ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას. ახლა ფრონტის ხაზზე რა ხდება და როგორ იბრუნებენ უკრაინელები ცალკეულ იმ ტერიტორიებს, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ დათმობილი ჰქონდათ მიზეზთა გამო და ბოლო პერიოდში ტაქტიკურ დონეზე მარცხი იწვნიეს, იმიტომ რომ რუსებმა გადმოსხეს დესანტი, შეუტიეს იმ მიმართულებით და ასე შემდეგ, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ახლა გავამახვილებ ყურადღებას სხვა სტრატეგიულ საკითხებზე. მე გითხარით და ბევრი ამბობს იმას, რომ უკრაინა სტრატეგიულ დონეზე იმარჯვებს მეთქი. ვიმეორებ, ნებისმიერი გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინისა, მაგალითად გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შედგეს მოლაპარაკებები ზელენსკისთან და იქ დაიწყონ ლაპარაკი თუნდაც უკრაინის ტერიტორიის გაყოფა ალბათ სწორი სიტყვა არ არის, მაგრამ ტერიტორიების გაცვლაზე მე გამოვალ ხარკოვის იმ ოლქიდან, იმ ნაწილიდან, ხალკოვის ოლქის იმ ნაწილიდან, შენ გამოდი აქედან, აი ამაზეც რომ შეჯერდნენ და უკრაინაში ჩადგეს სრულელთა კოალიციის 30, 40, 50, შეიძლება 60,000 ჯარისკაციც კი ეს რუსეთის მარცხია. დაახლოებით ისეთი, როგორი მარცხის იწვია მან, მოდი ასე ვიტყვი, დასავლეთ გერმანიის მიმართულებით, როდესაც გერმანია გაიყო და დასავლეთ გერმანია აღმოსავლეთ გერმანიისაგან განსხვავებით განვითარდა უკიდურესად. და აღმოსავლეთ გერმანია დღემდე ჩამორჩენილია, მეთქი ასე ვიტყვი, დღემდე ვერ ეწევა დასავლეთ გერმანიას. უხეშად ჩვენეული გაგებით საბჭოთა პერიოდში დაბადებული გაგებით თუ წარმოდგენით თუ აღქმებით თუ ტერმინოლოგიით ფერგეს ვერ ეწევა DDR, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. ხო, გდრ ქართულადაც ასე გამოდის, ხო? ფდრ ფედერაციული რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა გამოდის გფრ, ხო, ესეა. გფრ-ს ნაკრები უპდერვალი იყო 82-ში. გერმანიის ნაკრების წვრთნელი, ძალიან კარგად მახსოვს და იქ თამაშობდა რამდენიმე გენიალური ფეხბურთელი გერმანელი, მაგალითად კარლ-ჰაინც რუმენიკე. მაგალითად, ლაპარაკობ ან მინდა შემეშალოს ხრუბეში. კარგი ფეხბურთელი იყო, კანა არა, დიდრონი ფეხბურთელი იყო. ესეთი მოზვერივით კაცი იყო. მოკლედ, გფრ და გდრ. ერთი ვარიანტი ეს არის. მეორე ვარიანტი იმ შემთხვევაშიც კი ამაზე უარესი ვარიანტიც რომ გათამაშდეს. კარგით, ერთ წუთს მაგაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი. იმ შემთხვევაშიც თუ გათამაშდება ჩრდილო კორეა, საშიდელი ქვეყანა და სამხრეთ კორეა, ბრწყინვალე ქვეყანა. ესეთი ვარიანტი, ამ შემდა ესე გაიყოფა კორეა, როგორც ასეთი, ანუ უკრაინა, როგორც ასეთი, უკრაინა მაინც გამარჯვებულია. იმიტომ რომ სამხრეთ კორეაში, ანუ უკრაინაში იქნება ამერიკული სამხედრო ბაზა. ესეც კარგი ვარიანტია. გფრ კედელი არა შენდება, მაგრამ მაინც ვირტუალური კედელი წარმოვიდგინოთ, ან გფრ ისა უკასრავად კორეა, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად და სამხრეთ კორეაში შეიძლება არც უნდა ასე სწრაფად ინტეგრირება იმ დაზომბებული მეტწილად ხალხის, რომელიც ჩრდილო კორეაში ცხოვრობს, იმიტომ რომ ძალიან დიდ სირთულეებთან იქნება ეს დაკავშირებული ფულთანაც მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ყვავის სამხრეთ კორეა და ჭაობშია ჩრდილოეთ კორეა, ეს ხომ ფაქტია. მესამე ვარიანტი, ყველაზე ცუდი ალბათ ცუდთა შორის. ეს არის დაკარგა უკრაინამ დე იურე ხომ არ დაკარგავს ის ტერიტორიებს არც არასოდეს. კარგად მინდა აღვხსნა. განსხვავებით ფინეთისაგან, რომელმაც დე იურეც დაკარგა კარელიის ნაწილი, კარელია, ხო? უკრაინა დე იურე ვერ დაკარგავს ყირიმს, დონბასს, ვერაფერს, სადაც ეხა რუსული შესული არის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვცდები და დე იურე ყირიმი დაუკანონდა რუსეთს, რაც პანდორას ხუთს გახსნის, ეგრა მაგის პასუხია აფრიკაში 4 კონფლიქტში, სამხრეთ ამერიკაში 3 კონფლიქტში, აზიაში კიდე 3 კონფლიქტში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ვინც იქნება ევროპაშიც კი, ამიტომ ეს წრები არ მოხდება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ მე ვცდები და კარელია როგორც დაკარგა ფინეთმა 30-იანი წლების მიწურულს 40-იანი წლების დასაწყისში და რუსეთმა წაღლიტა, სტალინმა წაღლიტა, ხო? ეს ყველამ ვიცით. სულ რო დაკარგოს ყირიმი, სულ რო დაკარგოს დონბასი, უკრაინა მაინც განვითარდება სუსტად ისე როგორც განვითარდა ფინეთი, მეცაც გიყვით უფრო სწრაფი ტემპებითაც კი. იმიტომ რომ ძალიან დიდი რაოდენობით ინვესტიციები შევა და ძალიან დიდი უკრაინა, ისედაც დიდი უკრაინა ჩვენთან შედარებით იქნება აყვავებული ქვეყანა. ოღონდ პოსტ ზელენსკის პერიოდი დავარქვათ ამას
ქვედის ნებართვით. მე არ ვიცი ზალუჟნის პირობებშიც კი ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ზალუჟნი იდენტობით რასაკვირველია მეომარი კაცია, ისევე როგორც იდენტობა შეიძინა მეომარისა პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მიულოცოთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღე. ეს სტრატეგიულ დონეზე. მაგრამ ახლა ტაქტიკურ დონეზე უნდა ვილაპარაკოთ და მე ერთ ამბავს წაგიკითხავთ, ხო? მე მგონი დავსკრინე. არა, არ დამისკრინავს, მაგრამ გადმოვიტანე. ამას თავდაცვის უწყების თანამშრომელი წერს, ეგრა მაგის პასუხია. მოკლედ, ცოდნე ადამიანი წერს, მე არ მენდოთ, სიტყვა სიტყვით ჩავიკითხავ. ერთი კარგი კაცის გვარს არ დავასახელებ კოცებს, ესედაც გამადიდებელი შუშა აქვთ და აკვირდებიან ყველას, ვინც მათ უწყებებშია, მათ შესაძლო პროუკრაინულ წიაღსვლებსა თუ აქცენტებს და გარკვეულ რეპრესიულ ზომებსაც იღებენ. მეორე მხრივ დაასახელე რა საჯაროა პოსტი, მაგრამ მაინც. მოკლედ, ერთი წუთი ბოდიში ერთი წუთი. მე რომ ერთი წუთი, მართლა ერთ წუთს. კარგი, დავასახელებ გვარსახელს. ეს არის ბიძინა წერეთელი. თავდაცვის უწყების თანამშრომელი იყო არც თუ დიდი ხნის წინ და მაღალი ალბათობით ახლაც არის. ამიტომ ხო, work წერია თავდაცვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. მოკლედ ბიძინა წერეთელი წერს შემდეგ რამეს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას მიყიდის ყველაზე მოწინავე საჰაერო თავდაცვის იარაღს. საუბარია შორი მოქმედების საჰაერო სარაკეტო თავდაცვის რაკეტებზე, რომელსაც იყენებს ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტი ყველაფრისაგან თავდასაცავად, რაც კი შეიძლება მას თავს დაესხას. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენად უნივერსალური იარაღია, მოტრიალ და ეს კამერა, რამდენად უნივერსალური იარაღია, გავასწოროთ, მოდის ვიხდი. ხო, რამდენად უნივერსალური იარაღია, რომ ყველაფრისაგან თავდასაცავად იყენებს ამ იარაღს ამერიკის შეერთებული შტატები. ტრადიციულად ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის ანტირაკეტები მსოფლიოში საუკეთესოა და მათ მახასიათებლებით ვერანაირი ანალოგი ვერ შეეძება. ანუ რუსებს, ჩინელებს, ჩილოკორეელებს, სხვებს მსგავსი არაფერი არ აქვთ. RIM 174 SM დეფისი 6-6 გამოიყენება თვითმფრინავების ვერტმფრენების ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც კი წერს ბიძინა წერეთელი. მას მიზნების განადგურება შეუძლია 33 კილომეტრი სიმაღლეზე, 33 კილომეტრი წარმოგიდგენიათ, 33000 მეტრი სამოქალაქო თვითმფრინავი დაფრინავს საათით 11-12,000, ანუ დაახლოებით 3-ჯერ მეტი სიმაღლეზე და 460 კილომეტრი მანძილზე. მოსკოვს თვლად ვერ სწვდება, მაგრამ სწვდება ყველა იმ ოკუპირებულ ტერიტორიას, კონტროლირებადი ტერიტორიიდან ყველა იმ ოკუპირებულ ტერიტორიას, რომელიც რუსეთი აკონტროლებს მოცემულ ეტაპზე. 460 კილომეტრი საკმაოდ დიდი მანძილია, აი, როგორ ავხსნათ, როგორღაც 300 რაღაცაა ბათუმამდე თბილისიდან. 370. ამ იარაღის უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი საკმაოდ მცირე ზომების გამო შეერთებული შტატების ფლოტმა დაიწყო მისი გამოყენება ჰაერის როლშიც. პატარებია. უკვე წელს მრავალფუნქციურმა თვითმფრინავებმა ჩვენ რომ გამანადგურებელებს ვეძახით, F-16-მა Super Hornet-მა სწავლებაში მიიღო მონაწილეობა ფრთებზე დაკიდებული AIM 174-ებით. ეს ამგვარ თვითმფრინავს აძლევს უნარს გაანადგუროს საჰაერო სამიზნე აქამდე წარმოუდგენელ მანძილებზე, ანუ საოცარ მანძილებზეა საჰაერო სამიზნე 450 კილომეტრზე, 450 კილომეტრიდან ისვრის ლაგოდეხიდან ისვრის ბათუმში და ანადგურებს ბათუმის ცაზე არსებულ თვითმფრინავს. წარმოგიდგენიათ საჰაერო საშუალებას რუსეთისა მტრისა. ამის გამო რომ RIM დახრილი ხაზი AIM 174 საკმაოდ ძლიერი საბრძოლო ქობინი აქვს, ის გამოიყენება ხომალდ საწინააღმდეგო როლშიც. ჩაუზღვაზე ეს გადამწყვეტზე მნიშვნელოვანია. ყველაზე ნიშანდობლივი ამ ამბავში არის რაკეტების რაოდენობა. თქვენს უნდა მომისმინოთ, მეც მომისმინეთ და ბატონ ბიზინასაც. ივანიშვილს არა, წერეთელზე ვლაპარაკობ. ივანიშვილი სხვა რამეს ამბობს. ამიტომ ბიზინა წერეთელს ასე დავასუსტებ. რაოდენობა არის 3300-ზე მეტი, მართლა 3342 გადასცეს, თუ არ ვწდები გადასცემენ, გადაცემის პროცესია
რომ ვიცოდეთ. რა შეცვლის ეს იარაღი რუსეთ-უკრაინის ომში, ეს არის საკვანძო კითხვა. რუსეთი ვეღარ გამოიყენებს თავის ეგრეთ წოდებულ ავაქსებს, რომლებიც თავისი მფრინავი რადარით ზურგიდან მხარს უჭერს რუსულ ავიაციას მიზნის აღმოჩენაში. მიზნების აღმოჩენით. ამ დიდი თვითმფრინავს ან რუსულს არ შეუძლია ეფრინოს დაბალ სიმაღლეზე და დარჩეს შეუმჩნეველი უკრაინული რადარებისთვის. მისი აღმოჩნდა გაუტოლდება მის განადგურებას. აღმოაჩენენ გაანადგურებენ ამით. რუსული ავიაცია ვეღარ იფრენს მაღალ სიმაღლეზე, შესაბამისად ვეღარ გამოიყენებს მართვად ბომბებს, უსაფრთხო მანძილებიდან მართვადი ბომბების გაშვების მანძილი აღარ იქნება მათთვის უსაფრთხო. თუ AIM-174-ის ინტეგრირება მოხდება, ინტეგრირება უნდა ეწეროს სავარაუდოდ, კორექტურა არ აუშავს, მოხდება უკრაინული თვითმფრინავების შეიარაღებაში, მათ შეიძლება თავს დაესხან შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს, ისედაც 35% განადგურებულია კრეისერ მოსკვას ჩათვლით და დარჩენილ 65%, რომელიც ისედაც ძალიან რთულად გადის ეგრამაგის პასუხია დაოსნობაში გემებისა, ეს AIM-174 შეიძლება დაესხას შავი ზღვის ფლოტს. მე საერთოდ იმ აზრის თუ თეორიის მომხრევა, რომ შავი ზღვის ფლოტი ამ ომის განმავლობაში რამდენი ხანიც გაგრძელდება ეს ომი და გაგრძელდება როგორც ჩანს, შავი ზღვის ფლოტი მთლიანად დაინგრევა. აი მთლიანად ჩამოინგრევა. ბიზინა უნდა რაწერეთელი, არამედ ივანიშვილი რაც გამოეკიდება მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, ალბათ იპოვის აბასთუმის უღრანებში რაღაც არგუმენტებს, სათავისო არგუმენტებს, რატო უნდა იყოს ისევ რუსეთისაკენ, თუმცა ესეც საეჭვოა, ეს უბრალოდ რაღაცა ძიმე სიტყვები ვთქვი მასზე. მანძილი შავი ზღვის ფლოტის ხომალდებს უსაფრთხო მანძილიდან. რა თქმა უნდა, ამ ოპერატიულობის გამოსაყენებლად საჭირო იქნება შავ ზღვაში ხომალდების აღმოჩენის უნარი. უკრაინა იყენებს მეწინავე სადაზვერვო საშუალებებს თანამგზავრული დაზვერვის ჩათვლით, თუმცა ჩემთვის უცნობიაო, ეს პროფესიონალი კაცი წერს, რამდენად მორგებულია ეს საშუალებები რეალურ დროში ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გამიზნვა. საბოლოოდ ეს იარაღი ასევე შეიტანს ბრძოლის ველზე გარდატეხას, როგორც ეს ხაიმარსებმა იცით, თქვენ ხაიმარსებმა რაკნეს საბოლოო ჯამში უკრაინაში შეძლეს უკრაინაში მათი აღმოჩენიდან რამდენიმე თვეში. ლუკაშენკო ამას ხვდება. რით რომელი ყურებით, წაგრძელებული ყურებით გამოგიჭირათ რუსეთმა რას, მოდი ესე ვიტყვი. ეს შეიძლება ესე არ არის, მაგრამ მაინც ასე ვიტყვი. რა კომპრომატები ან რა კადრები უფრო დავაზუსტებ, ხო? რა კადრები არსებობს თქვენზე ამისთანა, რომ თქვენ თუნდაც რუსეთ მოყვარულები ამ კონტექსტს ვერ ხედავთ. რამ განაპირობა, რომ ირაკლი კობახიძეს, რომელიც შეშტილობებს ლაპარაკობს დღესაც, ენა ვერ მოუტრიალდა და ვერ თქვა ჩვენ უკრაინელ ხალხს ვილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. რა გინდათ მართლა, რომ ამ 3300 რაკეტიდან ერთი რაკეტა თქვენ გადმოგეცეთ? მე სიმართლე გითხრათ არა ვარ მომხრე იმისა, რომ თქვენ გადმოგეცეთ ერთი რაკეტა. არა ვარ მომხრე. ნახვამდის.